ჩემოდით. იატაკზე ფეხი არ დაადგათ. წავედით რა. საათ. ჯერ ფრენა ვისწავლოთ და მერე შემოვიდეთ. კარგი რა, ჩემს დას თუ უსმინე, საერთოდ არ შემოგიშვებს სახლში. იმ დღესაც იატაკტვენდა და მთელი დღე ამის თავზე გამატარებია. ანანო, შემოგვიშვი რა. აი შენ ქრთამი. რა არის ეს? ვა, გორგობელა, რა მაგარია. ისე ანანო შაბათი მიყვარს ყველაზე მეტად რა, არანაირი გაკვეთილები, ჯეკ სახლში და უყურე რა ფილმსაც გინდა. ფეხები? დანარჩენ დღეებში ხო რას ამბობ? სულ წიგნებში ხარ ჩაფლული. აბა რას ვაკეთებ დღეს? პირველ რიგში ვიხდით ფეხზე და საერთოდ ადამიანურად ვიქცევით. მუდგე. ამოდი რა რამე ფილმს უყუროთ რა. ხო რა, რამე კომედია შევხვდით. არა, კომედია არ გვინდა, გაგვეცინება. მერე რა რო გაგვეცინება? მერე რა გაცინებს, ძალიან მაინტერესებს. და გავუწყდა ორ შაბათისათვის, რამდენი სამი სადინო გააქვს? მართალია. მოდი რამე საშინელებათა ფილმს უყუროთ. მაშინ იმეცადინეთ მაგაზე მეტი საშინელება თქვენთვის არაფერია. აუ მოდი ახლა მე ჩავრთავ ძალიან მაგარ უჯასებს. ისე ჩვენი ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება ამის ყურება, მაგრამ მე მაინც არ მეშინია. მოდი, მოდი. დახურეგ. მე დაგეხმარებით მეცადინეობაში. იქნებ გამოვასწოროთ ის დაბალი ნიშნები. დავიწყოთ ისტორიით. რა გაქვთ გაკვეთილად? კრწანისის ბრძოლა. რა კრწანისის ბრძოლა, ბიჭო, ბახტრიონის ბრძოლა. ოხო. ვიცი, ამის წამკითხავით თქვენ არ ხართ, აბა მისმინეთ. ბახტრიონის აჯანყებას ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ზაალარა გუსერისთავი და შალვა, ელიზბარ და ბიძინა ჩოლოყაშვილები ხელმძღვანელობდნენ. კახელებთან ერთად ციხეს ალყა თუშ-ფშავ ხევსურებმა შემოარტყეს. არ გვინდა რა ეს ბახტრიონი შემზარა ამ ბრძოლებმა. მართალია, მოდი რამე ისე უჯასებს უყურო, თორემ გამისკდა რა გული. ელენე, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს? აუ, არ გარა. ელენე, დიდი ხანია ვაპირებდი ამის თქმას, რომ ძალიან მომწონს ხარ და კარგი იქნებოდა თუ შენც მოგეწონებოდი. ვა, ბახოთ, აქ რას აკეთებ? არაფერს, მათემატიკას ვიმეორებ ხვალისთვის და მათემატიკას იმეორებ ასეთ სიტყვებით? შენ რა პითაგორას შეგიყვარდა? და შენ სად მიდიხარ? მუსიკაზე. მუსიკაზე როგორ მიდიხარ? ინსტრუმენტი რომ არ გაქვს, საცოდავი ჩემი დაც დადის მუსიკაზე და სულ ვიოლინოს დაეთრევს თან. მე რომ ფორტეპიანოზე დავდვარ, პიანინო უნდა ვათრიო? წამოდი გაგაცილებ, გვიანია უკვე და რა გვიანი ბიჭო, 3 საათია. არაფერი, უბრალოდ სხვა მიზეზი ვერ მოვიფიქრე და ხო, კარგი გამაცილე. მართლა, გუშინ სკოლაში რატო არ იყავი? ვიყავი როგორ არა, უბრალოდ სკოლას თან შენგელოდებოდი და აი, მივედით. აბა ხვალამდე ბახოთ. ელენე, მოიცადე, გინდა დაგელოდები. კარგი, დამელოდე. გამოდის რომ შენც დადიხარ. ოღონდ მუსიკასთან და არა მუსიკაზე. კარგად. კარგად. ალო. წამოდი ელენე ხაჭაპურებზე დაგპატიჟებ. მაგარი ხაჭაპურები აქვს. არა, ამჩია თანაც ასეთი მაგარი ხაჭაპური თუა ძვირი ეღირება. კარგი რა პრობლემაა. დეიდა,
ერთი ხელი ხაჭაპური მოგვეცით. რამდენი? ერთი. ერთი ცალი გიორგი? როგორ ბრძანდებით ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? დიდი ხანი აღარ გამოჩენილ ხართ ჩვენთან. ხომ კარგად ხართ, მაგრამ თქვენ ისეთი დაკავებული ხართ. ხო, დაკავებული ვიყავი. რამდენი მოგართვათ? აინებეთ, როგორ გეკადრებათ, რა უნდა მოგვართვათ. მადლობთ. როგორ გეკადრებათ? დაპატიჟებულები ხართ გენაცვალე და აი საჩუქრად ეს ორი ცალი გორგობელაც ჩემგან, ჩემი საცხობისგან. მადლობთ. გემრიელად მიირთვით. ნახვამდის. ნახვამდის. აი მე უკვე მართლა გვიანია მეჩქარება. რაიცო? გაწყნარდი. ტაქსი! გამარჯობათ. გისმენთ ბატონო გიორგი. გოგონას გაგაყონეთ ახლა. არანაირი პრობლემა არ არის. აუნო? მადლობთ ბატონო გიორგი. ხვალამდე. ხვალამდე. ყოჩახდე მაგრად ითამაშე. მამა ნამდვილი მსახიობია რა. წავიდეთ რა ვახო, რაღაც ელოდები. დაიცა რა, სადაც გეჩქარება. იცი რამდენი დავალება მაქვს დასაწერი? როგორია 12 საშინაო დავალების წერა? რა 12 საშინაო დავალება, ბაბა. 6 ჩემი და 6 შენი. ხო და ამდენ დავალებებს რომ მიწერი, იმიტომაცაა ჩემი ჩანთა ასეთი მძიმე. მეც მელანი ამ მძიმეა. მე წამოგიღებ, ოღონდ წავიდეთ რა. ერთი წუთი. მარი როგორ ხარ? კარგად. ის მადლობა რომ დამეულდეთ. სკიპებს არ ჩამოდიადი, ცოტა ცუდად გავხდი და მაგიტომ დამოგვიანდა. ახლა როგორ ხარ? წყალი ხო არ მოგიტანო? მარკეტში წავალ. არა, ეს კარგად ვარ. წამალი გინდა? არა, მადლობა, კარგად ვარ. მამეთი ჩანთა წამოგიღებ. მადლობა. მე მგონი ამდენ მამეცანინა რომ გადამღალა 6 გავკვეთილი და 6 საშინაო დავალება, ძალიან საშინელებაა. ხო, წამო დროზე წავიდეთ. ხო. სად გეჩქარება ვახო? მე კი არა, შენ გეჩქარება. 18 საშინაო დავალება გაქვს დასაწერი. დასაგე. ისე შენ რა ხდება? ვინმე ხო არ გაბრაზებს? არა, უბრალოდ ქართულის მასწავლებელმა როული. რა? ქართულის მასწავლებელმა? გინდა ჭკუა ვასწავლო. არა, სხვა რამე ვსწავლობდი. ქართულის მასწავლებელმა და მათემატიკის რა, მასწავლებელმა. გინდა მაგასაც ჭკუა ვასწავლო. არა, ბახო, სხვა რამე ვსწავლობდი. ქართულის მასწავლებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა მამა ჩემს დაურეკეს. მამა შენი? გინდა მაგასაც ჭკუა ვასწავლო. გაგიჟდი ბიჭო, ვინ უნდა ცემო? ნორმალური ხარ? არა, მინდა უბრალოდ პრობლემებისგან დაგიცვა. ხო იცი მე როგორი ძალის პატრონი ვარ. თავით შემიძლია 2 აგური გავკეთო. ვაი მე ვახო გაჩერდი რა, ეხა სანამ შემიმოწუბია თავით აგურის გატეხვა შეგიძლია თუ არა? მე ჩანთაში ცრე მაგარი რაღაცა მაქვს. ანანო ჩანთა მომეცი. ანანო. არ არის აქ. ანანო. სად არის? აი მოდის. თასმა გამეხსა და იმიტომ ჩამოგრჩით. ეხლა მე უნდა გავიქცი და ჩაიბარეთ თქვენი ჩანთები. დაიძე. ხო მართლა, ხვალისთვის ახალი საგანი გვემატება. რა საგანი? რა საგანი და დედამიწის ზედაპირის, კერძოდ ქვაღორღის შემადგენლობა. კარგად. რა ქვაღორღი? რა დედამიწის ზედაპირი? სულ გადაირია ეს გოგო. მიმი რესერჩი ძალიან საყვარელია. ძალიან წამო მიგაცილოს ახლამდე ერთი. არ მინდა, მადლობა. მე თვითონაც წავალ. ეს ჩანთაც კიდევ რამ დაამძიმა. აი ხო ამბობდი მელანი მძიმეა თქო. ანანო.
ნახე რა აუ მეც მინდა რა გორგობელა. დადე ბიჭო ეგ ჩანთა რადგინა სულ ხელში რომ გიჭირავს. ვერ დავდებ ვერა, რამდენჯერაც დავდე, იმდენჯერ დამრჩა. დადე ბიჭო თორემ დაეცემი 10-იანები ამოგეცოდება და დაგეკარგება. ვა რატი შემოდი. რა გჭირს ხო არაფერი გკიო. არა ნეტა მტკიოდეს. ორიანებიც აქვს ჩანთა მოგავს სკოლიდან. არა ნეტა ორიანები მიმეყო. სიტუაცია უფრო დაიძაბა. აქ სულ სხვა ამბავია. რა გჭირს გითხარი ბოლოს და ბოლოს ნუ დაგტანჯე. ფანჯარა ჩავტეხე და მზია მასწავლებელმა სახლში გამიშვა დედა მოიყვანეო. მოიცა დედა შენმა შუშას მოიცის? არა. არა უშავს ისწავლეს. მე იმდენი რამე მაქვს სკოლაში გაბრჭებული რომ დედაჩემმა შუშიშასმაც ისწავლა, დურგლობაც და კედლის ლესაც. ახლა თვითონ აკეთებს სახლში რემონტს. აი ამიტომაა სკოლა კარგი. თუ ბავშვი არ სწავლობს, მშობლს მაინც აღრდეს კარგ ხელოსნად. ხვალ მამაჩემს ველოსიპედი უნდა ეყიდა და რომ უთხრა სკოლაში გიბარებენკო დამთავრდა. ველოსიპედი კი არა სახლიდან აღარ გამომახედებენ. სიტუაცია მართლა მძიმეა. რა ვქნათ, როგორ დავახმაროთ რატის? ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ? ერთი ვარიანტია. რატის მშობლები თუ მოვლენ აქ და ველოსიპედს ჩვენ უყიდით. რა ველოსიპედი ბიჭო? ველოსიპედი ჩემთვის ვერ მიყიდია. ახლა შენ რომ მივიტანოთ არ შეიძლება? რამდენჯერ მივიტანო, გაიყინა საცოდავი ბაბუაჩემი. არც ერთი ფანჯარა აღარ დაუტოვე ოთახში. მე მოვიფიქრე რაც უნდა გავაკეთოთ. ბავშვებო, თქვენი დახმარება დამჭირდება. რატი? ტელეფონში მშობლების ფოტო გააქვს? კი, როგორ არა. მაჩვენა. მობრძანდით? მას მოვიყვანე მშობლები. შემოვიდნენ. გამარჯობათ. გარჩავა. შენ და შენს ძალიან ახალგაზრდა მშობლებს. ხავსაძეს თუ ხავთაძეს თუ რა გვარი ხარ მითხარი? ხავთაძეს და ლეკიშვილს. ყოფაქცევაში ორები. შენ კი ახლა წახვალ და ნამდვილ მშობლებს მომიყვან და სანამ არ მოიყვან ჯგუფში ფეხშემოდგმული არ დაგინახო. მიბრძანდით ახლა აქედან მოიცადე ლეკიშვილი. კოსტაიას რო დამსგავსებულ ხარ. მოიცრე მაგულვაში. მიბრძანდით ახლა. გარჩავა. შემომხედე კარგად. ბარემ ბებია და ბაბუაც წამოგეყვანა. რომელი მერვე კლასელი გეტყოდა ახლა შენ უარს. წადი ახლა აქედან ჩქარა. წადი შეეშმაკო შენა. ჩქარა. მაიმუნიეს. უყურებთ ამას? გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. ყველანი ხართ ხო? მისიას აღარ ამოვიკითხავ მაშინ. ძალიან ბევრი გვაქვს ამეცადინა დღეს და ხომ მზად ხართ ყველანი? დიახ. კარგი. დავიწყოთ მაშინ. რაღაც უნდა გითხრათ. ისმენ? ჩვენ შეყვარებულები ვართ. რა სამბო? ვაიმე რა კარგია. ძალიან გამიხარდა. ჩვენც მას. თქვენც? ვაიმე რა მაგარია. ვაიმე როგორ მიყვარს ასეთი რაღაცები და როგორ შეგიყვარდა? ქუჩაში დავინახე და ეგრევე შემიყვარდა. მოიცა კაცო, თქვენ კლასელები არ ხართ? კი მას, მაგრამ მე ხო სულ შატალოზე დავდივარ და ნანახი არ მყავდა. ხო, ისე ეგეც მართალია, კი. და შენ როგორ შეგიყვარდა? სერენადას რომ მიმღეროდა მაშინ. აი ისე მაგრად მღერის ახლა ეს სამისი სიმღერით შეგიყვარდა? არა, უბრალოდ სერენადას რომ მიმღეროდა, ქვაბულესროლე თავში მოხვდა და შემეშინდა.
მე რა რომანტიულია, მეც როგორი რომანტიული ვარ. აი გიждები ეს რაღაცებზე, ხო? შენ მომიყევი ერთი, შენ როგორ შეგიყვარდა? მე გაკვეთილზე შემიყვარდა საკონტროლოს გადაწერის დროს. ეგ როგორ? ციცის განუწედი საკონტროლოზე თავს ისე ხშირად ვატრიალებდი მისგან, გაკვეთილის ბოლოს უკვე მიყვარდა. მართლა, რა მაგარია. შენ ციცი? მე მას გაკვეთილის ბოლოს კლასში ჩამკეტა და მთელი დღე მაყურყოდა იქ. მოიცადე, ვერ გავიგე ახლა ერთი რაღაცა. იქ ჩაკეტა კლასში და მე არ გაბრაზდი და პირიქით შეგიყვარდა? არა, მას თავიდან კი გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ ტკბილეული რომ მომიტანა და ხაჭაპურები სიფრაზეც დამაუწყდა და სიამაყეც აი ეგრევე შემიყვარდა. რა მაგარი. კაცი შულს ჩემთვის ხაჭაპური არ მოუტანა. ერთ კარგი ფილმის გადაღება შეიძლება ამ ისტორიებზე. არა, ფილმის არა. ისეთი ისტორიები გვაქვს მინიმუმ 200 სერიანი სერიალი დაგვჭირდება. კარგი, ყველაფერი კარგია, ხაჭაპურიც კარგია, სიყვარულიც კარგია, მაგრამ მივხედოთ ახლა გაკვეთილებს. აბა დავიწყოთ. მას დღეს კარგი ამინდია მზიანი. აი მანზე წასვლა გვინდოდა და გაგვიშვით რა გეხოთებთ. დიახ. მოიცადე. ეხლა თქვენ სარგებლობთ იმით, რომ მე სიყვარულები და რაღაცები და რომანტიული ვარ და ძალიან მიყვარს ეს თემები და მაგითი სარგებლობთ, ხო? ძალიან გთხოვთ მას. მას ძალიან გთხოვთ რა, მშობლები ვერ გაიგებენ საერთოდ. დიახ მას. აი სიყვარულის ხათრით. მომიძებნეთ ეხლა სუსტი ადგილი, ხო? იცით რომ ძალიან რომანტიული ვარ და გიждები ამ სიყვარულებზე და რაღაცეებზე, რა? ხო, კარგი, წადით, მე ვინ ვარ საერთოდ რომ სიყვარულს წინ აღვდგე. წადით. სიყვარული. მითი აბა, აი ხედი გუყურებს. არა არ ჩანს. შენ გონი მე მიხარია შენ თანაც ჩაკიდებული სიარული? დაწყნარდით რა. თუ უცლებელია მე რეიჩხუბეთ. არა, ისე რა მაგრები ვართ, ხო? აბა ბიჭო, ოსკარი მოგუწის, მაგრამ ვინ გვაფასებს? აბა.